მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს ქეთი კვაჭანტირაძე გაგაცნობთ. ოპოზიციას პოლიციამ გზა გაუხსნა, ერთიანი საბჭოს ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი პარლამენტის შენობისკენ სპორტის სასახლიდან დაიძრნენ. აღლუმის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა გადაკეტილი გზა გახსნეს და გადაადგილების უფლება ყველა მოქალაქეს მისცეს. აქციაზე ლეიბორისტები და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიან მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელშიც პარლამენტში შესულ პარტიათა სიის გაუქმებაზეა საუბარი. გაიცავი წესრიგი გაიხსნება ეხლა სადა ყველა სულ გადაადგილება. ახლა უკვე ყველა სულან თავისუფლად შეძლებს გადაადგილებას. ავტობუსები გადიან საისრება. ყველა თავისუფლად შეძლებს გადაადგილებას. გამთავრდა აღლუმი ვისაც გაქვს სურვილი 5 წუთის განმავლობაში ყველა თავისუფლად შეძლებს გადაადგილებას. ეხლა მთლიანად გაიხსნება ჩვენო დაამთავრა. რაც ხდება ეხლა სამხედრო აღლუმი კი ზუსტად 11 საათზე დაიწყო და 9 საათს გაგრძელდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ჩაიბარა. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას და ჯარისკაცებს დღევანდელი დღე მიულოცა. ქართულ ხალხს პოლონეთის პრეზიდენტმაც მიმართა. პარლამენტის წინ ტრიბუნაზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიც იმყოფებოდა. წლევანდელი აღლუმი ნაკლებად მასშტაბური იყო, მასში სულ 2600 სამხედრო და 90 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მოგესალმოთ. მე მინდა ვისურვო, რომ დღევანდელი დღე იყოს როგორც საქართველოს თავისუფლების, საქართველოს ერთიანობის, საქართველოს დიდებული მომავლის, ევროპული, ევროატლანტიკური მომავლის სიმბოლო. საქართველოს თავისუფლების, საქართველოს თითეული ოჯახის, უკეთესი ცხოვრების, უკეთესი არსებობის, უკეთესი განათლების, უკეთესი ჯანდაცვის, უკეთესი სოციალური ყოფის, უკეთეს ქვეყანაში ცხოვრების სიმბოლოდ. დღეს საქართველოს გვერდით ძალიან ცუდ საერთაშორისო ვითარებაში დადგა მთელი მსოფლიო და მე მინდა სოლიდარობის გამოსახატავად და ჩვენ მხარდასაჭერად მთელი ევროპის პოზიციის გამოსახატავად სიტყვა მივცე ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და საქართველოს უდიდესი მეგობრის სახელმწიფოს მეთაურს. ჩვენ მოკავშირეს გმირი განსაკუთრებული პოლონელი ერის წარმომადგენელს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის. Szanowny panie prezydencie, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც თქვენ ამდენი წლის შემდეგ მოიპოვეთ. დამოუკიდებლობა, რომელიც თქვენ მოიპოვეთ ძალიან რთულ პერიოდში. ეს გამოცდილება აქვს პოლონელ ხალხსაც. ეს გამოცდილება ზოგიერთს იმედს აკარგვინებს, მაგრამ თქვენ იმედი არ დაგიკარგავთ. მრავალი წელი არსებობს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო. მე გილოცავთ ბოლოს ჩატარებულ დემოკრატიულ არჩევნებს. არსებობს შეცდომები, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო არადემოკრატიული არჩევნები. ეს არჩევნები იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი და ჩვენ ამაში მხარს დაგიჭერთ. მხარს გიჭერთ ტერიტორიულ მთლიანობაში. არავის შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია თქვენს ტერიტორიაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თამამები. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზასაც. ეს არის გზა ჩვენი უკეთესი მომავლისკენ. ეს არის უკეთესი ცხოვრება, ჯანდაცვა და ასე შემდეგ. გისურვებთ წარმატებას. 26 მაისის აღლუმს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები. აღლუმს ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩებიც, მათ შორის შეერთებული შტატების ელჩი და რუსეთის ელჩი კოვალენკო, ვიაჩესლავ კოვალენკოც. სამხედრო აღლუმს ახალი მოწვევის პარლამენტის წევრები და მთავრობის წევრები შვილებთან ერთად ადევნებდა თვალს.
და რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე გიორგი კეპულაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. გიორგი, გისმენთ. სამხედრო აღლუმი დასრულდა დაახლოებით 20 წუთის წინ ბოლოს აქ სამხედრო ორკესტრმა ჩაიარა ორკესტრის ჩავლისმის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა შეერაგებულ ძალებს და პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა აღლუმისთვის აქ როგორც ჩვეულებრივი მაყურებლები აღნიშნავენ ისინი საკმაოდ კმაყოფილები არიან დღევანდელი აღლუმით მოეწონათ როგორც შეერაგება ასევე ჯარისკაცების აღჭურვილობა მე მინდა მივესალმო მის უწმინდესობას და დიდი მადლობა უთხრა სულიერი მორალური ხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნისთვის აღმოჩენილის მე მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენ სტუმარს განსაკუთრებულ მეგობარს საქართველოსი პრეზიდენტ ლევ კაჩინსკის და მე მინდა თქვენი სახელით მივესალმო იმ ათასობით და ათასობით ქართველ ჯარისკაცს ქართველ რეზერვის რომელიც ახლა ამ წუთებში როცა ჩვენ რუსთაველზე ვდგავართ იცავს საქართველოს სიმშვიდეს იცავს საქართველოს მომავალს იცავს თითოეულ ჩვენგანს იცავს ჩვენ შთამომავლობას და მე მინდა დავყიდე თელ საქართველოს რომ საქართველო მიუხედავად შემოტევებისა მიუხედავად ზეწოლისა მიუხედავად ყველანაირი ხრიკებისა საქართველო ბოლომდე გაიმართება წელში და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება საქართველო აუცილებლად გაერთიანდება საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს მთელ მის ტერიტორიას და იქნება ერთიანი ყველა ეთნიკური ჯგუფის ყველა ჩვენი ეთნიკური წარმომადგენლის, ყველა ჩვენი ძმის, ოსების, აფხაზების, ყველა სხვა ჯგუფის, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, გასახარებლად, იმიტომ რომ საქართველო ეკუთვნის ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, შვიდობა საქართველოში დამკვიდრდება, ერთიანობა საქართველოში ბოლომდე მივა და საქართველო ბოლომდე დადგება ფეხზე. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, გილოცავთ თავისუფლების დღეს. დიდი მადლობა. აღლუმი დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა მასში პირველი ბრიგადის მეოთხე ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ მიიღო მონაწილეობა და წინა აღლუმებთან შედარებით შემცირებული იყო როგორც პირადი შემადგენლობის ასევე ტექნიკის რაოდენობა 18 ერთეული ჯავშან მანქანა ეგრეთ წოდებული კობრა ასევე 7 ერთეული თვითმფრინავი საარტილერიო დანადგარი დანა გამოვიდა დღეს პარლამენტის შენობით